დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ვიდრე ადამიანზე დავიწყებთ საუბარს და ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად, მინდა გაგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ის ხმა, რომელიც ჩვენ გვესმის. მაშინაც კი, როდესაც გამოსახულებას ვერ ვხედავთ, შეიძლება ხმამ შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები მოვლენებზე, რეალობაზე და ამას აკეთებდა რადიო და როგორც ირკვევა უკვე 99 წელი. საქართველოს რადიო დღეს 99 წლის გახდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი მოვლენის გზას მივადევნებთ ხოლმე თვალყურს, მაგრამ 99 წელი საოცარი ადამიანების მიერ დაწერილი საოცარი ისტორია, რომელიც გრძელდება და გარწმუნებთ. ამ ადამიანებს თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ მართლაც საოცარი ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რომ საკუთარი ხმით დაგანახოთ სამყარო. და როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოს რადიოზე, მე მინდა გაგახსენოთ, რომ გასული წლის მარტის თვიდან ჩვენი გადაცემის პროდუქტი არის რადიოს ნაწილი და რომ პირადი ექიმი მარი მალაზონია საკუთარი რადიო პროექტით არის ამ დიდი ოჯახის ნაწილი, რასაც საქართველოს რადიო ქვია. და ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დიახ, საქართველოს რადიო დღეს 99 წლის არის, მაგრამ ეს ისტორია გაცილებით უფრო მეტი ადამიანის და მეტ წლებს იტევს იმ ადამიანების სიცოცხლის წლებს, ვინც ამ რადიოსთვის 99 წლის განმავლობაში გადადგა ნაბიჯები, ამ რადიოსთვის იმუშავა, ამ რადიოს მეშვეობით თავისი ხმა მოგაწვდინათ თქვენ. და ასეთ შემთხვევაში ის გადაგვჩენია მიულოცოთ ძალიან დიდი პატივისცემით და სიყვარულით ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა რადიოში არის, რადიო სივრცეში მუშაობს და აგრძელებს იმ საქმეს, რაც 99 წელი აგრძელდება და იმედი მაქვს კიდევ არაერთი წელი გაგრძელდება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანის ყველა წახნაგზე და ჩვენ საუბრობთ ადამიანის არსებობის ყველა ფორმაზე. და არსებობის ყველა ფორმა ნიშნავს იმას, როგორია ჩვენი ცხოვრების წესი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთთან, როგორია ჩვენი ცხოვრების ესა თუ ის მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს იმას, ვართ თუ არა ადამიანები. ადამიანად დაბადება ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვართ ადამიანები. ჩვენ მიერ განვლილი გზა ხშირად არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმისა, მართლაც ასე ღირსეულად გავიარეთ თუ არა ჩვენი ცხოვრება. და თუ ადამიანზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ არასოდეს გვავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე გასაფრთხილებელი. ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე ფასეული, მიუხედავად ადამიანის ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიური მწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და მიუხედავად ადამიანის დიაგნოზისა. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს სიტყვები ძალიან ზედაპირულად და ლოზუნგივით ჟღერს, მაგრამ გარწმუნებთ ამ სიტყვებს აქვს უზარმაზარი დატვირთვა ადამიანის ჯანმრთელობის კონტექსტში, რადგან ჩვენი სრული ფიზიკური, მენტალური და კეთილდღეობა, სოციალური კეთილდღეობა წარმოუდგენელია ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლად და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ ვერც სიცოცხლეს და ვერც ცხოვრების ხარისხს, თუ არ გავითვალისწინებთ ვინ არის ადამიანი, რა სჭირდება ადამიანს და როგორ შეიძლება დავინდოთ ერთმანეთი, როგორ შეიძლება გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რაც მთავარია, არ ვავნოთ ერთმანეთს, ეს ჩვენი პროფესიის მთავარი სათქმელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბრობთ მაგალითად ადამიანის სხეულის დაზიანებებზე. და რატომ შეიძლება მოზარდის სხეულის დაზიანება იყოს ძალიან სერიოზული? რატომ შეიძლება მოზარდის სხეულის დაზიანება იყოს განსაკუთრებით საფასუხისმგებლო და რა უნდა ვიცოდეთ უფროსებმა იმისათვის, რომ დავიცვათ მოზარდები და რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ თუ მსგავსი პრობლემები მათ ჯანმრთელობაში შეექმნება, როგორ მოუგვაროთ, როგორ ვიზრუნოთ მათზე, რომ მომავალში, ზრდასრულობის ფაზაში ეს დაზიანებები სერიოზულ პრობლემებად არ მოუბრუნდეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა
აგრძელებს საუბრების ციკლს, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას ეძღვნება და უსაფრთხოება ყველაზე მეტად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების სტაბილურობას და რაც მთავარია ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობას. და ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, ხილული და უხილავი ტრავმები მოზარდების შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თემა, რომელიც ყველა ოჯახს აღელვებს და მე დარწმუნებული ვარ, უნდა აღელვებდეს ყველა საზოგადოებას. სწორედ ამიტომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბავშვთა და მოზარდთა ორთოპედ ტრავმატოლოგი მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ჭოლოკავა. ნინიკო, დილამშვიდობის მოგწანდით. დილამშვიდობის. როდესაც თქვენ მობრძანდებით, მადლობა. მობრძანებისთვის ყოველთვის მაყურებელი განწყობილია, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბავშვების და მოზარდების ჯანმრთელობაზე. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობაზე, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, რომ ასაკობრივი დაყოფის გათვალისწინებით 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი თავის მხრივ გულისხმობს სხვადასხვა ქვეჯგუფს, არა მარტო ასაკობრივი ნიშნით, არამედ განვითარებით, ძვალსახსახთა სისტემის მდგომარეობით, მზაობით დატვირთვასთან დაკავშირებით და რაც მთავარია სიახლოვით ზრდასრულობასთან. მოზარდები და ახალგაზრდები ყველაზე ახლოს არიან ზრდასრულობის ფაზასთან, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, როდესაც საუბრობთ ტრავმატიზმზე. გუშინ მაგალითად ჩვენ საუბრობდით პირის ხრუს ტრავმებს და ეს რასაკვირველია ყველა ასაკის ადამიანს ეხება, ბავშვსაც რომელიც შემთხვევით წაიქცა და მაგალითად დაიზიანა თავისი პატარა კბილები და ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც მაგალითად შეიძლება რაღაც ტრავმის გამო ყბის მონტეხილობა აქვს. არის ასეთ შემთხვევაში დაზიანებები, რომელსაც ვხედავთ და არის დაზიანებები, რომელსაც ვერ ვხედავთ. და მარტივია თითქოს ქართულად გასაგებად ნათქვამი ხილული და უხილავი ტრავმა. სამედიცინო თვალსაზრისით როგორ არის? ეს ტერმინები გამართლებულია სამედიცინო თვალსაზრისით და როდესაც ვამბობთ ტრავმაზე, რატომ გავმიჯნავთ ერთმანეთისაგან ხილულსა და უხილავს? დიდი მადლობა თქვენს გადაცემაში დაპატიჟებისთვის. ჩემთვის ეს დიდი პატივი არის თქვენთან და თქვენ მაყურებელთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. მადლობა. თუ ვისაუბრებთ ტრავმებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრავმა შეიძლება იყოს სხვადასხვა დამაზიანებლის მიერ ზემოქმედების შედეგად მიღებული. ისეთი როგორიც არის თერმული, ქიმიური, ფსიქოლოგიური და მექანიკური, რომელიც უშუალოდ მეხება და რომლის შესახებაც ალბათ ჩვენ ვისაუბრებთ. ძალიან ესე რომ გავყოთ, ცოტა ბლაგვად რომ გავყოთ, ტრავმა შეიძლება იყოს შეღწევადი, მე როდესაც მექანიკური ძალა აზიანებს გარე კანის ზედაპირებს და შეიძლება იყოს უხილავი, როდესაც გარეთა ზედაპირი ფაქტიურად დაუზიანებელია, მაგრამ ხდება შინაგანი ორგანოების დაზიანება. ეს გაცილებით საშიში მდგომარეობა არის ჩემი აზრით, რადგან ხშირად გვაქვს ნათელი პერიოდი, როდესაც მოზარდი, მისი მშობელი, გარშემო მყოფნი თვლიან, რომ ყველაფერი კარგად არის და შემდეგ უცებ ხდება სიტუაციის დამძიმება და უცებ ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო. თუ ჩვენ საუბრობთ ხილულ და უხილავ ტრავმაზე მოზარდების შემთხვევაში, ჩვენ ვითვალისწინებთ რისკს, რომელიც სწორედ მზარდ ორგანიზმს უკავშირდება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ტრავმის მრავალფეროვნებაზე, ჩვენ იმასაც გულისხმობთ, რომ დაუცველობის ხარისხი ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში არის ბევრად უფრო მაღალი და პასუხისმგებლობა ზრდასრული ადამიანების გაცილებით უფრო მაღალი. და ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ საუბრობთ ხილულ ტრავმაზე, მაგალითად, თუ მოზარდს აქვს ღია ჭრილობა, ეს დასანახია. მაგრამ მაგალითად ტრავმული დაზიანება როდის შეიძლება იყოს ხილული და როდის შეიძლება იყოს უხილავი მოზარდის შემთხვევაში. რა ტიპის ტრავმებია ყველაზე ხშირად მოზარდების შემთხვევაში და აქედან რომელი იქნება მაგალითად ხილულ ტრავმათა შორის და რომელი უხილავ? ხილული ტრავმები ეს არის ალბათ ესეთ ისე ვამბობ, ვიმეორებ ცოტა ბლაგვად რომ გავყოთ და გავმიჯნოთ, უხეშად გავმიჯნოთ. ხილული ეს არის მოტეხილობები, რომლებიც ადვილად
ადვილად გამოჩნდება დეფორმაციით, ძალიან ძლიერი ტკივილით, კანის მთლიანობის დარღვევით, უხილავი ტრავმები ძირითადად ეს შეიძლება იყოს მუცლის ღრუსა და გულმკერდის ღრუს ტრავმები, როდესაც ზედაპირი ფაქტიურად დარღვეული არ არის, მაგრამ მექანიკური ძალა გადაცემული არის უკვე შინაგან ორგანოებზე და არის შინაგანი ორგანოები დაზიანებული. როდესაც არის ფარული სისხლდენები, აი ესე ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, რომელიც თავიდან შეიძლება შედარებით დუნეთ მიდიოდეს და უცებ ხდება ხოლმე მდგომარეობის დამძიმება. ამიტომ თუ ვისაუბრებთ როგორ დავიცვათ თავი, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმის მექანიზმი. ყოველთვის აი როდესაც სტუდენტებთან მაქვს შეხება, ვეუბნები აუცილებლად უნდა კითხოთ როგორ მოხდა დაზიანება, რა მდგომარეობაში იყო პაციენტი ამ დროს. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ მოზარდის მდგომარეობა, როდესაც განვითარდა ტრავმა. როდესაც ეს ტრავმა მოხდა, რა ხდებოდა იმ დროს, რას აკეთებდა, მირბოდა, იდგა, დაეჯახა, დავარდა, თავს იცავდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, როდესაც აი ესე გვინდა რომ მივაწვდინოთ ხმა, უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი ჩონჩხი ეს არის ჩვენი საყრდენი, ეს არის კოლოფი, რომელიც იცავს ჩვენს ორგანოებს. ნეკნები და გულმკერდის ძვალი უკნიდან ბეჭის ძვლები იცავენ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ორგანოებს, ფილტვებს და გულს და მენჯი იცავს მუცლის ღრუს ორგანოებს. აღარაფერს ვამბობ თავის ქალაზე, რომელიც ჩვენი არსობის თავის ტვინს იცავს. ამიტომ ნებისმიერი დაზიანება, ნებისმიერი სისხლნაღჟღენთი, მტკივნეულობა, რომელიც აი ამ არეში გვაქვს, შესაძლებელია მივიჩნიოთ საშიშად და ცოტა მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ აი ამ სიტუაციას. საშიშად თუ არა საყურადღებოდ მაინც, როდესაც ჩვენ უგულისყუროთ, არ უნდა დავტოვოთ ასეთი ტიპის გამოვლინებები. ჩვენ გვაქვს ერთი ვიდეო რჩევა მაყურებლისათვის, რომელიც ვფიქრობ ძალიან წაადგება არა უშუალოდ დღევანდელ თემასთან კავშირში, არამედ ზოგადად იმისათვის, რომ ნერვის დაზიანებები ავიცილოთ თავიდან, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი გამართული მოძრაობისათვის, დგომისათვის, ყრდნობისათვის, ზოგადად ჩვენი აქტივობისათვის და მოდით ეს გავიხსენოთ და დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის ძირითად თემას. ნერვის დაზიანების ამოსაცნობად და თავიდან ასაცილებლად. ჩვენი ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური და პერიფერიული ნაწილებისგან. თავის და ზურგის ტვინი ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილია. მათგან გამომავალი ნერვები კი ნერვული სისტემის პერიფერიულ ნაწილს წარმოადგენენ. არ დაგავიწყდეთ. ნერვების დამსახურებით აღვიქვამთ სამყაროს და ვასრულებთ მოძრაობებს. სწორედ ნერვების დამსახურებით შეგვიძლია, მაგალითად, მოვხაროთ ან დავშალოთ თითები. შევიგრძნოთ საგანი მაგარია თუ რბილი, ცივია თუ ცხელი, გლუვია თუ ხორკლიანი და ასე შემდეგ. გახსოვდეთ, ნერვის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმაა. ტრავმის ყველაზე ხშირი მიზეზი კი უსაფრთხოების წესების დარღვევაა. განსაკუთრებული ყურადღება გმართეთ. თუ გიჭირთ თხელის მოხრა ან გაშლა, მაღლა აწევა და დაბლა დაშვება. დაკარგეთ მგრძნობელობა თითებში ან ხელის გულში. ვერ ახერხებთ წერისა და საჩვენებელი თითის ერთმანეთთან მიტანას. გაგიჭირდათ ნატიფი მოძრაობები, წერა, ღირის შეკვრა, ძაფის ნენში გაყრა. ღამის საათებში გიბუჟდებათ ხელის გულები, ვერ პოულობთ ადგილს. თანდათან გეწყდებათ ტკივილი, რომელსაც ვერ იხუჭებთ წამლებით. გაითვალისწინეთ, ოფისში მუშაობისას ხშირად შეიცვალეთ პოზა. დიდხანს ნუ დაეხმდნობით მაგიდას იდაყვის ნაჭდევით. ფეხის ფეხზე გადადება და ამგვარ პოზაში ხანგრძლივი ჯდომა, ტერფის ჩამოკიდება, ჩამოვარდნის მიზეზი შეიძლება გააჩნდეს. კომპიუტერთან ხანგრძლივად მომუშავე ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ მაჯის აწევა. მაგალითად, პატარა ბალიშიდან ღრუბელით. რომ ნებურად არ დატვირთონ დაშვებული მაჯა და არ განუვითარდეთ ეგრეთ წოდებული მაუსის ან თაგუნას სინდრომი. ძვირფასო მძღოლებო. ფანჯრიდან ხელის გადადება ცუდი ჩვევაა და შეიძლება ნერვის დაზიანების მიზეზი გახდეს.
სიცოცხლის გახანგრძლივება და არა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. როდესაც საუბრობთ უფროსების პასუხისმგებლობაზე, რასაკვირველია, ეს პასუხისმგებლობა არ უნდა გაგვინელდეს არც ერთ სიტუაციაში. განსაკუთრებით იქ, სადაც არის მასობრივი თავშეყრა, იმ ზონებში, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანი ერთად არის შეკრებილი, ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს გამძაფრებული ასეთი პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, რომ ზიანი არ მივაყენოთ და დავიცვათ განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები. და მოზარდების დაცვისათვის ზუსტად არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები, როგორ შეიძლება თუნდაც ხალხმრავალ ადგილას ნაკლები ზიანი მიადგეს მოზარდს და ახალგაზრდას. ჩვენ რადგან მოზარდს განვიხილავთ როგორც ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც თავისი უფლებები და მოვალეობები აქვს, ალბათ მათ უნდა რაღაცილად ეს ვალდებულებაც გაითავისონ და გაითავისონ ის რჩევები, მინიმალური რჩევები. პირველ რიგში, როდესაც მიდის ადამიანი მასობრივი თავშეყრის ადგილას, სასურველია თავიდან აიცილოს მჭრელი და ბასრი ნივთების თან წაღება. მეორე, რაც ასევე მათ ჩაცმულობას ეხება, ძალიან საშიში არის ყელზე მოხვეული ნებისმიერი ხალსტუხი ან კაშნე, ეს გზამკვლევებშია მითითებული. დიახ, ეს გზამკვლევებშია მითითებული. ასევე ფეხსაცმელზე არის ძალიან დიდი ყურადღება, ფეხსაცმელი უნდა იყოს რაც შეიძლება კომფორტული და მყარ ძირზე და მოერიდონ თითის წვერებზე სიარულს. რატომ ეს ყველაფერი? ერთ-ერთი საშიში ხალხმრავლობის დროს, რაც ასევე პათოლოგიურად შეიძლება საშიში იყოს, არის ჭყლეტა. რაღაცა გაუგებრობის გამო შეიძლება ბევრი ხალხი მოხვდნენ ერთად და გადაადგილდნენ ერთად და ყველაზე საშიში момენტი არის ეს, როდესაც შეიძლება იქ მოხდეს არეულობა. და ტრავმატიზმის თვალსაზრისით. ტრავმატიზმის, მე მხოლოდ ტრავმატიზმის თვალსაზრისით ვამბობ. ასევე აი თუ ესეთი სიტუაცია შეიქმნა, რეკომენდირებული არის მოერიდონ ვიტრინებს და შუშის ზედაპირებს, ფანჯრებს, სცენას, სადაც შეიძლება მიგაჭყლიტოს ხალხის მასამ და ყველანაირად უნდა ეცადო არ დავარდე. ყველაზე საშიშია დავარდნა, იმიტომ რომ შეიძლება შენს უკან ვინც დგას ის ხედავს, მაგრამ შემდეგი ტალღა ვერ ხედავს, რომ იქ ადამიანი არის და ეს ძალიან საშიში არის. თუ დავარდი, რაც შეიძლება უნდა მიიღო ასე ემბრიონის პოზა და დაიცვა თავი და შენი აი ესეთი სასიცოცხლო ორგანოები. თუ ფეხზედ გეხარ, მაგრამ მაინც ხალხმრავლობა ჭყლეტა არის, უნდა ეცადოთ, რომ ხელები გააკეთოთ როგორც აი ესეთი შეკრად, რომ ფილტვებს მეტი ადგილი დაუტოვოთ სუნთქვისთვის. ეს არის ძალიან მინიმალური ესეთი რჩევები. რაც შეეხება რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. დიახ, ეს არის ესეთი თავდაცვის საშუალებები, რა შეიძლება ეს არ ეხება აუცილებლად აგრესიულ და რასაკვირველია, ეს შეიძლება იყოს მაგალითად დისკოთეკაზე, შეიძლება იყოს დიახ, ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას. ასევე ჩემ ბავშვებსაც შევეხები, როდესაც ბავშვები მიყავთ თან, ეცადეთ რაც შეიძლება გაარიდოთ ძალიან ხალხმრავალ ადგილს, იმიტომ რომ იგივე პრინციპი მუშაობს, ბავშვს ვერ ხედავს. შეიძლება თქვენ შემდგომი ადამიანი ხედავს, მაგრამ უკალნა ტალღა მას ვერ ხედავს. და კიდევ ერთი ესეთი ყველაზე დაუცველი არის და კიდევ ერთი ესეთი პატარა რჩევა, რომ მიუხედავად იმისა, რა ასაკის არის ბავშვი, რამდენად გონებრივად განვითარებულია, აუცილებლად გაატანეთ ფურცელი, რომელზეც წერია ტელეფონის ნომრები, მისი სახელი და გვარი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შეიძლება სტრესის ფონზე ბავშვს რაღაცა ინფორმაციის მოწოდება გაუჭირდეს და მოზარდი ადამიანი, რომელიც მას პირველ რიგში იპოვის, შეეძლოს თქვენთან კონტაქტზე გამოსვლა.
რაც შეეხება ტრამვებს, დიახ, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, მაგრამ ზოგადად როდესაც ბავშვებზე საუბრობთ ხოლმე, მაგრამ მოზარდების შემთხვევაში, მოზარდები სოციალურად ბევრად უფრო აქტიური ჯგუფია. თანამედროვე აქცელერატი მოზარდი, ეს არის საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. პრაქტიკულად ესენი არიან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ გაცნობიერებული თავიანთი მოსაზღვრე ტრანზიტორული მდგომარეობა საზოგადოებაში, მაგრამ ამავე დროს მათ გაცნობიერებული აქვთ ის დიდი ამოცანები, რაც ცხოვრებაში აქვთ შესასრულებელი ნამდვილად და ასეთ დროს სპეციფიკური დაზიანებები, როდესაც არის, რა თქმა უნდა, უხილავ ტრამებს გარშემომყოფები ასე ადვილად ზუსტად იმიტომ ქვია უხილავი, რომ ვერ შეამჩნევენ, მაგრამ არის საყურადღებო ნიშნები და რაც თავარი არის ხილული ტრამები, როდესაც ჩვენ დამატებითი ზიანი ადამიანებს არ უნდა მივაყენოთ და მით უფრო მოზარდებს. ყველაზე ხშირად როგორია და რომელია ასეთი ხილული ტრავმა და როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა მოიქცეს გარშემომყოფი საზოგადოება. ალბათ ხილული და უხილავი ტრავმები ეს არის ზედა და ქვედა კიდურის მოტეხილობები და ყველაზე მარტივი მეთოდი ეს არის დაუფიქსირეთ რაც შეიძლება სხეულთან ახლოს ისე რომ მოძრაობები აი იმ დაზიანებულ კიდურში თუნდაც საკუთარ სხეულზე თუ გინდა ყველაზე მარტივი არის საკუთარ სხეულზე დაფიქსირება კამრით ან რაიმე საშუალებით რაც ხელს თუნდაც ყელსახვევით თუნდაც ყელსახვევით თუ არაფერი არ არის შეგიძლიათ რაღაც ნაჭერი კაბის კალთან არ ვიცი რაც ქსოვილი, ნებისმიერი ქსოვილი, რომელსაც იპოვით, დაუფიქსირეთ და გადაიყვანეთ სასწრაფოდ საავადმყოფოში, დახმარების პუნქტში. რაც შეეხება უხილავ ტრამვებს, ალბათ ესეთ შემთხვევაში პირველ რიგში ხვდებიან ბინაზე და უნდა იყოთ მაქსიმალურად ყურადღებით საკუთარი ორგანიზმის მიმართ, ხომ არ გაქვთ ჩივილები სუნთქვის მხრივ, ან საუბრისას ხომ არ გაქვთ ტკივილები გულმკერდის არეში, ასევე გაურკვეველი სისუსტე, რომლის ახსნასაც თქვენ ვერ პოულობთ, ასევე შეიძლება ამ ჯგუფში შევეყვანოთ შარდისფერი შეცვლა, რომელიც თირკმლის უხილავ დაზიანებასთან შეიძლება იყოს თანხვედრილი. დაუკვირდით თქვენს ორგანიზმს, თუ თქვენ მოხვდით სერიოზულ სიტუაციაში, დაუკვირდით თქვენს ორგანიზმს ის რას გეუბნებათ. ასევე შეიძლება ვისაუბროთ თავბრუს ხვევაზე, გულის რევაზე, ყველა სახის ცვლილება, რაც თქვენთვის დამახასიათებელი არ არის, დავუკვირდით და მიმართეთ, ჯობია ზედმეტად მიმართოთ კლინიკას და ჩაიტაროთ კვლევები, ვიდრე რაღაცა გამოგვეპაროს. მე ვისარგებლებ შემთხვევით, რა კი მოზარდების ტრავმებზე ვსაუბრობთ და ახალგაზრდების ტრავმებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის იბადება კითხვა და ეს ბუნებრივია. ყველა მშობელი ღელავს, უფროსები ღელავენ იმის გამო, რომ პატარას რაღაც დაუშავდა და უზიანდა. ეს იქნება თამაშის დროს, სპორტული დატვირთვის დროს, თავშექცევის დროს, ხალხმრავლობის დროს არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყოველთვის ფიქრობს უფროსი ოჯახის ყოველ შემთხვევაში უფროსი წევრი მშობელი როგორი იქნება გრძელვადიანი პერსპექტივა. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე ტრავმების გათვალისწინება, იმიტომ რომ გასაგებია, როდესაც ზრდასრული ადამიანი იღებს ტრავმას, ჩვენ ვცდილობთ მისი ასე ვთქვათ, შედეგების გავითვალისწინოთ ჩვენივე პასუხისგებლობით, მაგრამ როდესაც მოზარდებს ეხება საქმე, ყოველთვის იბადება კითხვა, აისახება თუ არა მის განვითარებაზე, ან საბოლოოდ ფორმირებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში მის ჯანმრთელობაზე. როგორი ტრავმები შეიძლება იყოს ამ ხრივ საყურადღებო და კიდევ ერთი კითხვა, რომელზედაც ასევე მოკლედ უნდა ვუპასუხოთ, მაგალითად, თუ არის ნეკნის მოტეხილობა, ან ლავიწის ძვლის მოტეხილობა. თითქოს ეს არ არის ხილული ტრავმა, მაგრამ არის თუ არა საყურადღებო და სახიფათო, მაგალითად, იგივე ნეკნის მოტეხილობა მოზარდებში და ახალგაზრდებში. რა თქმა უნდა, საყურადღებოა, რადგან ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ ეს არის კოლოფი, რომელიც იცავს ფილტვებს და გულს. ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო არის თავის მხრივ. როგორ უნდა მიხვდეს, რომ თქვათ ნეკნის მოტეხილობა? აქვს სხვადასხვა გააჩნია ნეკნის მოტეხილობის სიმძიმეს და რამდენი ნეკნია მოტეხილი, ესეც საყურადღებოა. ძირითადად ტკივილი მოძრაობისას, სუნთქვის და ჩახველებისას ტკივნეულობა
ეს არის პირველი ნიშნები, რაც მსუბუქად ნეკნის მოტეხილობის დროს შეიძლება გამოვლინდეს. უფრო მძიმე შემთხვევაში, როდესაც მრავლობითი მოტეხილობა, ეს შეიძლება აისახოს სუნთქვის პრობლემებში და რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას. და ლავიწის მოტეხილობის ამოცნობა შეგვიძლია ის ადვილად მოტეხვადი ძვალია, როგორც ადვილად მოტეხვადი ძვალი არის. ესეც პრინციპში მარტივად ამოიცნობა. პირველ რიგში შეგიძლიათ ხილულად დაინახოთ დეფორმაცია და ხელის მოძრაობა. მასზე ჩვენი მთელი ზედაკიდური არის ჩამოკიდებული, ამიტომ ხელის აწევა ძალიან გაგიჭირდებათ. მაჯაში მოძრაობას მაჯაში მოძრაობას იშვიათად არ შეუშლის ხელს. იდაყვშიც შეიძლება მეტნაკლებად რაღაცა მოძრაობები შეასრულოთ, მაგრამ მხრის მოძრაობა, ანუ აწევა ფაქტიურად შეუძლებელი არის, ძალიან მტკივნეული არის. ამით მიხვდებით მის მოტეხილობას და სასწრაფოდ ექიმს. გრძელვადიან პერსპექტივაში ტრავმების შესახებ ეს კითხვაც. თუ მოზარდებზე ვსაუბრობთ, დაუბრუნდებით ჩემს გააჩნია სიმძიმეს, რა სიმძიმეზე არის. არის ტრავმები, რომლებიც თანხვედრილია ინვალიდიზაციასთან და რა თქმა უნდა ის აისახება მის მთელ ცხოვრებაში, ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მოზარდს უკვე უნდა მივუდგეთ როგორც დიდ ადამიანს. პრინციპში მათი ტრავმები უკვე განიხილება როგორც, იმიტომ ზრდა მათ დაასრულეს, ჩონჩხის ჩამოყალიბება უკვე აღარ ხდება და შესაბამისად ისეთივე შლეიფი გაყვება ავადობის როგორც მოზრდილის, უბრალოდ მათ უფრო დიდხანს გაყვება და ალბათ ეს არის განსხვავება. და შესაბამისად, როდესაც საუბრობთ მშობლების ღელვაზე და შფოთვაზე, უნდა გავითვალისწინოთ ზუსტად ის რაც თქვენ ბრძანეთ, გაჩნია რა ტრავმა და რა სირთულის არის იმისათვის რომ იმჟელოთ უკვე შორეულ შედეგებზე. როდესაც თუ თქვენი შვილი უკაცრავად მოდის და ამბობს რომ მას ტრავმა მიიღო მუცლის არეში, მაგრამ ეგ არაფერი მოტეხილი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მშვიდად უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, არც პანიკა არის საჭირო, მაგრამ პირველადი გამოკვლევები მუცლის ღრუს ნამდვილად საჭირო არის. ძალიან მინიმალური მაინც რომ დარწმუნდეთ, რომ მუცლის ღრუს ორგანოები დაზიანებული არ არის. მუცლის მიდამოში ტკივილი მე ვისარგებლებ გზადაგზა რა კითხვებით შდება, იმ კითხვებს გისვამთ. მუცლის ღრუს მუცლის მიდამოში ტკივილი შეიძლება განპირობებული იყოს მაგალითად ან რაიმეთი უკავშირდებოდეს წელის მიდამოში ხერხემლის დაზიანებას ან მენჯის ძვლების დაზიანებას. რა თქმა უნდა არის გადაცემითი ტკივილები, როდესაც ხერხემლის პრობლემა, ხერხემლის დაზიანება ან მენჯის დაზიანება იწვევს გადაცემით ტკივილებს და ყველა სახის ტკივილი არის საყურადღებო. ნებისმიერი სახის ტკივილი საყურადღებოა და არის მიზეზი რომ მიმართოთ ექიმს, მით უმეტეს, როდესაც ეს მოზარდზე არის ლაპარაკი. მით უმეტეს იმიტომ ვამბობ, რომ მოზარდებს ცოტა ახასიათებთ მიჩქმალვა, ყურადღების არ მიქცევა და მოთმენაც, იმიტომ რომ დიდები არიან და თვლიან რომ მეტი თითქოს მეტის მოთმენა შეუძლიათ და განსაკუთრებით თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, განსაკუთრებით საყურადღებოა ყოველთვის ასეთი ჩივირი, რომელსაც წინ უძღვის ტრავმა. თავარი ამომავალი წერტილი აქ არის ტრავმა და მისი მექანიზმი. ძალიან დიდი მადლობა ნიკო ჩვენთან მეგობრობისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა და მოზარდთა ორთოპედ ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ჭოლოკავა. მე ჯერ არ გემშვიდობებით, რადგან თემატური კვებით შუქნიშანი ჯერ კიდევ წინ გველოდება.
კვებით შუქნიშანი ეს არის სურათ ხატი, რომელიც ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილია. კვებით შუქნიშანი ეს არის კონცეფცია, რომელიც ჩვენი გადაცემის არსის გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ზრუნავთ ადამიანზე, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე და არაფერია ესეთი ბუნებრივი, როგორც სიცოცხლის კვება და ასეთ შემთხვევაში ცოცხალი ადამიანებისათვის კვებაზე საუბარი არის ყოველდღიური, ბუნებრივი, არა უბრალოდ მოთხოვნილება, არამედ აუცილებლობა, რომელიც უკავშირდება ადამიანის საზრდოობას. და ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი კვებით შუქნიშანი არსებობს იმიტომ, რომ მრავალჯერ შეგახსენოთ, კვება არ ნიშნავს მხოლოდ ჭამას. კვება არ ნიშნავს მხოლოდ საჭმელის მიღებას, რომ ეს არის ადამიანის საზრდო, რომელიც განსაზღვრავს მის უზრუნველყოფას, ორგანიზმის დაკმაყოფილებას ენერგიასა და საკვებნივთიერებებზე და ამავე დროს ადამიანის ფსიქოემოციურ წონასწორობას, ადამიანის კომუნიკაციურ კომფორტს, რაც საბოლოო ჯამში კვების პროცესს უკავშირდება. ჩვენ ხშირად საუბრობთ, რა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს და მოზარდის ორგანიზმს. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ მაგალითად მწვანე ზონაზე, როდესაც ცალკეულ კვებით ჯგუფებს განვიხილავთ. ეს არის საკვები ჯგუფები ბოსტნეულის, ხილის სახით, სხვადასხვა ტიპის ცილოვან პროდუქტზე შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, ვისაუბროთ მარცვლეულსა და ბორღულეულზე, პარკოსნებზე, ვისაუბროთ ცოცხალ ფერმენტირებულ პროდუქტებზე, როგორც ორგანიზმის წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობაზე, წყლის მოხმარების კულტურაზე და ასე შემდეგ. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რომელიც მაგალითად უკავშირდება გადაჭარბებული რაოდენობით ტკბილი და გაზიანი სასმელების მოხმარებას, მოზარდებში და ახალგაზრდებში ალკოჰოლის მოხმარებას, მლაშე და ტკბილი პროდუქტების მოხმარებას. ეს შეგვიძლია ყოველდღე გავიმეოროთ, რადგან თითოეულ პროდუქტს უზარმაზარი მნიშვნელობა მოზარდი და ახალგაზრდა ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. მაგრამ დღეს მინდა გთხოვოთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ მაგალითად უსიამოვნო შეგრძნებებზე, რომელზედაც შეიძლება არც კი დაიჩივლოს თავდაპირველად მოზარდმა და ახალგაზრდამ, მაგრამ ეს ძალიან საყურადღებოა. მაგალითად, თუ თქვენ შენიშნეთ, რომ არც თუ ისე მადიანად შეექცევა მისთვის ჩვეულ საყვარელ პროდუქტებს, თუ მან გარკვეული დისკომფორტის გამო შეგნებულად თქვა უარი გარკვეული კონსისტენციის, გარკვეული ხარისხით დამუშავებულ პროდუქტებზე. თუ არა უბრალოდ უმადობას უჩივით, არამედ კვების პროცესის თანმხლებ დისკომფორტს. მაგალითად, პირის ღრუს პრობლემები, რომელიც ხილული არ არის, თითქოს უშლის ხელს, რომ დაღეჭოს, დააკუცმაცოს და ადვილად გადაყლაპოს საკვები. თუ კვების პროცესს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება და ზოგჯერ ღებინებაც კი. თუ ნაწლავური დისკომფორტი მანამდე ჩვენთვის არ იყო აშკარა მოზარდის და ახალგაზრდას შემთხვევაში და აქვს აუხსნელი დისკომფორტი მუცლის მიდამოში. და ეს ყველაფერი განსაკუთრებით საყურადღებოა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ტრავმა. წარმოგიდგენიათ, იყო ტრავმა, რომელიც არ გამოვლინდა ხელის ან ფეხის მოტეხილობით და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამის მერე ძალიან მოკლე დროში გაჩნდა ისეთი დისკომფორტი, რომელზედაც მე მოგახსენეთ. მაგალითად, უხერხულობა საკვების დამუშავებისას, საკვების მიღების შემდეგ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ნაწლავური დისკომფორტი და ასე შემდეგ, ან უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნება მუცლის მიდამოში, რის გამოც ახალგაზრდა უნებურად ზღუდავს კვებას. რასაკვირველია, მან შეიძლება დაიჩივლოს, რომ რაღაც აწუხებს, მაგრამ ასეთ დროს ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მაშინვე შეთავაზება და უბრალოდ დავის დამშვიდობა არ იქნება კარგი გადაწყვეტილება. თუ ჩემი მიერ აღწერილი დისკომფორტი, ჩემი მიერ აღწერილი უსიამოვნო შეგრძნებები და გამოვლინებები, რომელსაც ერთი შეხედვით ვერც კვებას, ვერც რაიმე პრობლემას, რომელიც ჩვენთვის ცნობილი იყო მანამდე, ვუკავშირებთ და აი ასე მოულოდნელად გაჩნდა ეს ყველაფერი ტრავმის თანმხლებად, მაშინ არ დავკარგოთ დრო. აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, იმიტომ რომ ახლა ასეთ დროს ნამდვილად არ არის იმის ფიქრი საჭირო პირველ რიგში, რომელი ჯგუფის პროდუქტია უფრო სასარგებლო და რომელი ჯგუფის პროდუქტი იქნებოდა მავნე ახალგაზრდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. არც ხუთი ფერის ხუთი ჯგუფის პროდუქცია მოწოდება საჭირო. ამ დროს მთავარია ჩვენ შევაფასოთ ის უხილავი საფრთხე, რომელმაც შეიძლება განსაზღვრა შეფერხება კვებაში ან დისკომფორტი
კვების პროცესის შედეგად ან თანხლები, როგორც კვების პროცესის ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ გამოვლინებას, ჩვეული ფიზიოლოგიური პროცესის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებას ბევრად უფრო კრიტიკულად ვაფასებთ, არ ვკარგავთ დროს და აუცილებლად დაუყოვნებლივ მიგვყავს მოზარდი და ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში მივდივართ ექიმთან. ეს არის უმნიშვნელოვანესი, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრაუმას არ ქონდა მოტეხილობის სახით გამოვლინება ან სხვა ჩვენთვის ნაცნობი დაზიანება და მოგვიანებით გაჩნდა ისეთი დისკომფორტი, რომელიც ზღუდავს მის კვებას, კვებით არჩევანს და აღძრავს ბევრ ისეთ გამოვლინებას, რომელიც თვითონ ახალგაზრდას და მოზარდს უქმნის დისკომფორტს. მე ხვალამდე გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.